მოგესალმებით, დღევექნება საუბარი უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგიდგენ ჰოროსკოპი G-ს მენელს მაყურებელს სწორედ ამ პროგნოზს საუბარი 22-28 დეკემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. უბრალოდ ხოლმე დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფითიან რგოლში, ამიტომ ამ ხრივ კითხოს ყურადღებას, იმიტომ რომ ურთიერთ გაგება ჯერ კიდევ შემცირებული ადამიანებს შორის მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ასევე ჯანმრთელობას, არავითარ პროვოკაციებს არ აღვეთ, ცოტა სირთულეები შეიძლება შექმნას გარკვეულწილად იდეების რეალიზაციას, თუმცა შემდეგი კვირიდან ეს ტენდენციები აშკარად გაუმჯობესდება. ამის გარდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ოთხშაბათს პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თხისქას ზოდიაქოს ნიშანში და აქედან გამომდინარე უკვე ამ პერიოდიდან ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორული კონტაქტები იქნება უფრო მეტი პასუხისმგებლობით, მეტი კომპეტენტურობით ახსოვსი და ორგანიზებულობა, დისციპლინა, ასე ვთქვათ, საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება, ეს ყველაფერი რადიკალურად მოემატებს. ამასთან ერთად, რა ტენდენციები ამოსაოდნელი ეს ზოდიაქოს ნიშანთათვის, გარკვეული გაუმჯობესება უკვე საერთო სიტუაციისა თვალსაცმი მაინც იქნება ამ კვირიდან. მართალია შემდეგი კვირა ამ ხრივ უკეთესია, ყოველგვარი, მოდი ვთქვა და ყველა ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ უკვე ამ კვირიდან ზოგიერთი იგრძნობს უკვე, რომ რაღაც დაძაბულობა, რომელიც იყო წინა პერიოდში, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მცირდება. აი მაგალითად ვერძისთვის კარგი ამხრივია, როგორც ტოლოსი მაღალი აქვს, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი კონტაქტური, კომუნიკაბილურია, ლიდერია, ორგანიზატორია, მებრძოლია და საერთოდ დაძაბულობას იხსნება. თან უფრო მეტად პრაგმატული ხდება, მისი მოქმედება უფრო თანმიმდევრულ ელფერს შეიძენს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად უკვე პოზიტიური შედეგების დადების ტენდენცია აშკარად მოიმატებს. ცოტათი, მაგრამ მაინც მოიმატებს. ეს ის პერიოდი, რომლის შევლობისას თქვენ უფრო მეტად განთავისუფლდებით ყველა სახის ილუზიებისგან, ზოგიერთ თქვენს, ასე ვთქვათ, წარმოდგენას გადახედავთ, რაც ძალიან კარგი იქნება და თან უკვე შესაძლებლობა იქნება ურთიერთობების გაუმჯობესების სახელმძღვანელებთან, კარიერული პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივები გამოჩნდებიან და სხვა სასიკეთო ცვლილებებიც. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 23 და 27 რიცხვები დეკემბრისა და ეს დღეები და არ ვარგა 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ამიშოთ რომ ნელ-ნელა სტაბილიზაცია თქვენს კორომებში შემოდის. ანუ რადგან აქ უკვე ჩვენ მზე გადავიდა თხისქას თქვენს მონათესავე ზოდიაქოს ნიშანში, ანუ მიწის სტიქიაში და კიდევ პლანეტა ვენერა დაემატება ამ კვირაში, ეს ნიშნავს, რომ მიწის სტიქის ნიშნები მათ შორის კურო გამოცოცხლებიან აშკარად უკვე ამ კვირიდან, თუმცა შემდეგი კვირა კიდევ უკეთესი იქნება. ამიტომ აქ უფრო მეტად იგრძნობს მაგალითად მხარდაჭერას მეგობრების მხრიდან, დავუშვათ ახლობლების მხრიდან, აქ უფრო შეგიძლიათ ახალი გეგმების დასახვა, გარკვეულწილად მათი რეალიზაცია. ეს პერიოდი სხვაჩვეულებრივ ძალიან კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, თან მოემატებს ოპტიმიზმი, გონმახვილობა თქვენში, რაც ერთგვარად გაზრდის თქვენი წარმატების შესაძლებლობებს და წინაპირობა იქნება საინტერესო ახალი კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისა. რაც შეეხება რიცხვებს 26 დეკემბრის დღე არ არის სასურველი და ეს რიცხვიც და უბრალოდ სასურველი 26 კარგია და აი არ გივარგათ 23 და 28 დეკემბრის დღეები. აი ეს გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თქვენს იგრძნობთ რომ რაღაც დაძაბულობა, რომელიც იყო წინა პერიოდში, ნელ-ნელა, მაგრამ იხსნება. ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ხელში უწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას, აქ რაღაც ცვლილებები შეიძლება მოხდეს, გარკვეული წინსვლის პერსპექტივები გაჩნდეს. საჩვენს ლატარეებში, კონკურსებში მონაწილეობის მიღებაც უფრო სასიკეთო იქნება, პარტნიორული თანამშრომლობა უფრო მეტად კარგ ელფერს მიიღებს, საჩვენს პირადი ურთიერთობა უფრო მეტად მოწესრიგდება და საჩვენს უფრო მეტად გახდებით მშვიდობიანი, უფრო დიპლომატიური, მოდეს თქვა კომპრომისული, ინტუიცია იწყებს ზრდას, რომელზეც დაყრდნობით უფრო სწორ არჩევანს აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ. ყველას კარგია თქვენთვის 23 და 27 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კირჩხიბების აშკარად გამოცოცხლებიან, იმიტომ რომ ერგოტოლოსი ნელ-ნელა, მაგრამ უკვე იწყებს მომატებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა ნელ-ნელა წამოიწევს ასევე წინა პლანზე და მხარდაჭერას გრძნობთ ასევე პარტნიორთან მხრიდან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასქვალო პარტნიორებს ეხება. ამიტომ ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, დადებითი გამწყობის გაძლიერებას, საჩვენს ქორწინა ისთვის უკვე კარგი პერიოდია. აქ შემოქმედებით ინჩის უნარის გამოსავნად კარგი პერიოდია. პრობლემებს უფრო ადვილად გადაწყვეტავთ მათ შორის მშვიდობიანად კომპრომისებით და სხვაჩვენს სამართლიანობის ელემენტები წამოიწევს წინა პლანზე, რასაც უჩიოდით წინა
პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს განვითარებას წინსვლას და სასიკეთო ხასიათზე დადგომას. მოდი ასე ვთქვი, ყველაზე კარგია თქვენთვის 26 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის იმპერატორთან ნიშანს, ლომები აშკარად კარგად იცნობენ თავს, იმიტომ რომ ნელ-ნელა ცოტა შემცირდება მათი ამბიციები, განამეტებული ასე ვთქვათ, სიამაყე, ამასთან ერთად ენერგია ჯერ კიდევ მაღალი ენერგოტონუსი, ამიტომ შანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ორგანიზატორული მონაცემები აქვს საკმაოდ კარგი და ამასთან ერთად ზოგიერთ საქმის დასრულება შესაძლებელი გახდება, რასაც გარკვეული ხელისშემშელი ფაქტორები ჰქონდა, ვალდებულებებსაც შეასრულებდა, ესე შეხვდებით ესეთი ვალდებულებების გარეშე და ვალების გარეშე, მოდი ასე ვთქვათ, ახალი წლის დადგომას რა ზამშვენია და სასქვალო პარტნიორულ ურთიერთობებთან, შვილებთან, რადიკალურად გაუმჯობესდება ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა ფრიად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი სამგლობად აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24-28 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 20, მოდი ასე ვთქვათ, 2 და 26 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღუდევლებს, აშკარად გამოცდილდებიან ქალწულები, იმიტომ რომ მოემატებს მათი შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, თვითრწმენა გაზლიარდება, ამიტომ თქვენი მოქმედება უფრო ეფექტური გახდება. გავლენის სფეროს თქვენ უფრო მეტად გაიზრდება, სხვადასხვა შესაძლებლობები მოიმატებენ. ურთიერთობები პარტნიორებთან უფრო მეტად გაუმჯობესდება ან დაალაგდება ერთობლივი, ამიტომ თანამშრომლობის ერთობლივი გეგმების დასახვის, ვაჭრეს მომავალისთვის გეგმების დასახვის ტენდენცია ერთიორად მოიმატებს და სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია სასქვალო პარტნიორული რომანტული ურთიერთობებისათვის, შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება რადიკალურად და აქ შეიძლება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და დროულად ყველა თქვენი სიტყვის შესრულება, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ყველაზე კარგია თქვენთვის 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23-27 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა სასწორი ზოდიაქოს ნიშნით აღუდევლებს, სასწორებო ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ. ამიტომ კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, აქტიურად მოქმედების უნარეს ყველაფერი გაქვთ. ეს გაძლევს საშუალებას იდეების რეალიზაციას მოახდინოთ, პარტნიორულ თანამშრომლობას საკითხად წარმართოთ და მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია საოჯახო საათოსო ურთიერთობებისთვის, შეიძლება სახშითი საენის შეცვალოთ, გალამაზოთ, რაც უფრო მეტ კომფორტს შექმნის თქვენ ცხოვრებაში და სასიკეთოდ გადაწყვიტოთ ყველა სახის საყოფაცხოვრებო საოჯახო პრობლემებს. ამასთან ერთად სამსახურებრივ სფეროში გარკვეული წინსვლის პერსპექტივა ბიზნეს საქმიანობაში თვალშისაცემი იქნება საქმეებსაც უფრო მეტად მოწესრიგებთ, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს მეტად ხელს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24 და 28 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 22-26 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით აღუდევლებს, აღმოჩნდეთ, რომ უმჯობესდება აშკარად სიტუაცია, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით სწორედ შევასაკეთებს, სწორ ნაბიჯებს გავ და არაერთი პრობლემის მოგვარება აქ უკვე უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა პერიოდში. მართალია შემდეგ კი რა მხრივ კიდევ უკეთესია თქვენთვის, მაგრამ უკვე აქაც რაღაც სასიკეთო ცვლილებების დრო დგება და ურთიერთობა სხვა შორის იგივე ადამიანებთან აღარ იქნება ესეთი დაწებული, ესეთი აგრესიული, როგორც იყო, უფრო კონსტრუქციული და უფრო შეიძენს იგი. კარგად შეგიძლიათ აქ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები, ნიჭი, უნარი, სამართლიანობა მატულობს აქ, პლუს ამას დავუმატოთ ისიც, რომ ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, როგორც ბიზნეს საქმიან, ესე პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ქორწინებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია. ყველაზე კარგია თქვენთვის 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23 და 27 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. შილდოსნის ზოდიაქოს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გაქვთ ის ენერგია, ჯანი, აქტიურად მოქმედების უნარი, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, რომელიც ხელს უწყობს თქვენს წინსვლას, ავტორიტეტის ზრდას, უფრო მეტად იდეების რეალიზაციას და უდაოდ ეს კარგია. თანაც შორის მოიმატებს ცოტა სიფრთხილის ტენდენცია, უფრო ფრთხილად მოქმედებთ, კონსტრუქციული იქნება უფრო თქვენი კონტაქტები და ამასთან ერთად ახალი წლისთვის თქვენ საკმაოდ კარგი შედეგებით მიხვალთ. ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენ მაგალითად გამომჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, იპოვოთ რაღაც ახალი ფინანსური წყარო, ან ადრეული საქმეებიდან შეიძლება იყოს ბიზნეს საქმეები, მიიღოთ გარკვეული მატერიული დივიდენდები, ბონუსების, პრემიების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რაც ასევე გაუმჯობესებს თქვენს ხასიათს კიდევ უფრო მეტად ამ ახალი წლის დღეებში.
ყველას კარგი იქნება თქვენთვის 23 დეკემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხის გაზ ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, როგორც იქნა დასრულდა თქვენი რთული პერიოდი, იწყება სასიკეთო პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში. ყოველ დღე აწინევნელა იგრძნოთ რა ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, განწყობაც უმჯობესდება, მატულობს თქვენში სამშოა ენერგია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, რაც ხელს უწყობს მათ შორის თქვენი ორგანიზმული ნიჭის და უნარის გამოვლენა სიტუაცია, ერთ სიტყვით აშკარად უმჯობესდება ყველა დონეზე. პარტნიორული თანამშრომლობაც კი უფრო ნაყოფიერი იქნება, სადღაც გაქრნენ კონკურენტები, მოშორნეები და შემდგომ მათი მოქმედება უკვე აღარ ჩანს ფაქტობრივად არავინ ამ კუთხით არ გიშლი და თვითრწმენა მატულობს თქვენში. მართალია შემდეგ კვირა კიდევ უკეთესი იქნება, მაგრამ მე ამ კვირიდან უკვე რაღაც სასიკეთო ცვლილებების დრო აშკარად გება. და თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად მოაწესრიგოთ თუ რაღაც იყო არეული ურთიერთობებში ან საქმეებში, ამის მოწესრიგების, გამართვის და გაუმჯობესების შესაძლებლობა ერთი-ორად მოიმატებს. ამ თუ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ გეძლევათ ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ თვალშურის გამოავლინოთ საუკეთესო თქვენი ორგანიზმული მონაცემები და უკვე აშკარად გაუმჯობესოთ თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში. ყველას კარგია თქვენთვის 22 და 26 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 24-28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულები ჯერ კიდევ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია და თანდათან სასიკეთო ცვლილებების დროც დგება. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას ზოგიერთი ცვლილებები აქ, რომელიც შეიძლება თქვენ სირგულივ მოხდეს, აშკარად გარკვეულ კორექციას კი შეიტანს თქვენს გეგმებში და ეს უნდა გაითვალისწინოთ თქვენს პროექტებში, მაგრამ ქლიანობაში იქნება ძალიან კარგი და სასიკეთო. ამიტომ ეს პერიოდი უფრო გაძლევს საშუალებას თავისუფალი მოქმედებისა, სპონტანური იმპროვიზაციის, არასტანდარტული გაწყვეტილებების მიღებისა, ინტერნეტთან ურთიერთობაც უფრო მეტად კომუნიკაციური, უფრო სასიკეთო იქნება, ფეიკების ალბათობა აშკარად აღარ იქნება ესეთ შემოწუხებელი, როგორც წინა პერიოდში შეიძლება ყოფილიყო. მეგობრული კონტაქტები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება და მეგობრების თანადგომა უფრო მეტად მოიმატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე თქვენთვის როგორც ფინანსური კუთხით, ასევე იდეების პროექტების განხორციელების კუთხით ამ კვირას გაცილებით მეტი სასიკეთო შანსები და პერსპექტივები გააჩნია. ამიტომ იგი თხოვს თქვენგან უფრო აქტიურ მოქმედებას. და ყველას კარგი იქნება თქვენთვის 23 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აქ აშკარად იგრძნობ თევზებო და თქვენი ინტუიცია ამას მოგცემთ ამის საშუალებას, რომ უმჯობესდება საერთოდ თქვენი სიტუაცია. რატო? იმიტომ რომ ერგოტონუსი ყოველ დღე არაუცებ, მაგრამ ნელ-ნელა მატულობს. შემდეგ კვირიდან ამას უფრო მეტად იგრძნობთ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს შრომისუნარიანობა, მოიმატებს ნებისყოფა, მოიმატებს თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობებისათვის, ძლიერდება ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით უფრო სწორ არჩევანს აკეთებ და აქედან გამომდინარე ეს ყოველივე ხელს უწყობს თქვენს წინსვლას, განვითარებას. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც კი უფრო აქტიური და პოზიტიური იქნება. აქ მეტად იგრძნობთ ხარდაჭერას კოლეგებიდან, მეგობრებიდან, რაც უფრო მეტად გააძლიერებს თქვენს შანსებს წარმატებისა. ინტერნეტთან ურთიერთობა იქნება მეტად დაუპიერი. მეგობრული კონტაქტი გაუმჯობესდება, შეიძლება ახალი მეგობრული წრეც შეიქმნას. უფრო თავისუფლად მოქმედებთ და გრძნობთ, რომ რაღაცის მარწუხები, რომელიც გაწუხებდათ აქამდე, ეს ყველაფერი იხსნება, რაც გააძლევთ უფრო თავისუფალი მოქმედების, თავისუფალი შემოქმედების შესაძლებლობას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 22-26 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 24 და 28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.